მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცეზე, FM 98-სა და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს, რომელიც ეძღნება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი. მასთან ერთად ვილაპარაკებთ დღეს მიმდინარე მომენტზე, დღეს გვექნება ცოტა ისეთი ისტორიული გადაცემა, ეს თქვათ რაღაც გარკვეული მსუბუქი პარალელებით, ამის საბაბი იქნება გუშინ თბილისში გახსნილი ძეგლი ერეკლე მეორისა, საქართველოს ერთ-ერთი დიდი უკანასკნელი მეფისა, რომელიც საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და არის ერთგვარი სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ჩემთვის. მეც გახლავართ განათლებით ისტორიკოსი და ამიტომ ჩემთვის საინტერესო იქნება ამ თემაზე ლაპარაკი. მით უმეტეს რომ ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ისტორიული წიაღსულები, ბევრი ადამიანი ახედენს მის პოლიტიზირებას, ინსტრუმენტალიზებას, თანამედროვე პოლიტიკურ კონტექსტში მორგებას, იმიტომ რომ პოლიტიკურ არგუმენტად ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის თუ მოვლენის გამოყენება წარმოადგენს ისეთი ძალიან საკმაოდ ბასრი არახს და შესაბამისად ეს წიაღსულები მუდმივად არის ხოლმე აქტუალური. ბუნებრივია რომ ჩვენ ახლა ნაკლებად შევახებით იმ გუშინდელი ამბის იმ ძალიან მდარე და ზედაპირულ და სასაცილო ფენას, რაც შეეხებოდა როგორც ხდება ხოლმე სოციალურ ქსელში ძეგლის მხატვრულ ანალიზს, რომელი ფეხია ძეგლს აწეული, კუდი რა მდგომარეობაშია, ხმალი სად არის და ვის მიუგავს ზღვირპირი. საქართველოს პრეზიდენტს მიამსგავს ეს ძეგლი, რომელიც მე მგონი მაშინ გაკეთდა მაკეტი, როცა პრეზიდენტი დაიბადა დღევანდელი და ცოტა გვიან 1975 წელს და შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი 1975 წელს შექმნილი ძეგლის მაკეტის როგორ დაემთხვა 2025 წელს საქართველოს პრეზიდენტის ვინაობას, ეს არის დიდი მისტიკა და შეიძლება ამაზე ელაპარაკო. მაგრამ ჩვენ ეს რა თქმა უნდა ეს რაღაცებს შეიძლება მხოლოდ მსუბუქი ღიმილით შევხედოთ, მაგრამ გავალოთ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. მე დავიწყებ ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვით. მე ვახსენე უკვე ეს საკითხი, რასაც ქვია ისტორიის ინსტრუმენტალიზება. არ მგონია ეს ახალი ხილი იყოს, ალბათ ყველა დროში ამას იყენებდნენ და ყველა პოლიტიკური პარტია მით უმეტეს რომელიც ხანგრძლივად მართავს ქვეყანას და მას ერთგვარი დოქტრინალური კონტექსტი გააჩნია, ყოველთვის იყენებს ისტორიის გარკვეულ თხრობას, ვერსიას იმისათვის, რომ მან ერთგვარი იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნას თავის მმართველობას. მაგრამ წინა პროფესიული თვალსაზრისით, რამდენად მიგაჩნიათ, რომ ეს განუყოფელი ნაწილია ისტორიის როგორც მეცნიერების, მეცოდა როგორც მეცნიერება სპეციფიურია, თუ შესაძლებელია ისტორია გაკეთდეს იდეოლოგიის გარეშე. მოდით პირდაპირ თქვათ რა. ისტორიას, ისევ როგორც ფიზიკას, საბუნებისმეტყველო სხვა დარგებს, მათემატიკას, აქვს კანონები, და ვიტყოდი, შეიძლება უფრო მკაცრი კანონებიც. ერთადერთი რა არის განსხვავება, რომ ისტორიაში ვინაიდან მთავარი სეგმენტი ადამიანია, ციფრები, ანუ ვადა თამაშობს უფრო. ანუ მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ წელიწადში სადაც იმ განეზე 4 დროა, დაახლოებით 3 თვეში ერთ დროს შეცვლის მეორე დრო. ისტორიულ პროცესში ვინაიდან ადამიანი მოქმედი პირი, ეს ყველაფერი გრძელდება თაობა ნახევარი და შესაძლოა რაღაც ერთ პროცესს მეორე მოყვეს 10 წელიწადში, ან თქვა 35 წელიწადში, მაგრამ გარდაუვალია რომ რაღაც პროცესს მოსდევს რაღაც შედეგი და გაგრძელება. ეს სპირალზე ტრიალებს კაცობრიობის ცხოვრება შესაბამისად. ისტორიული პარალელები ეს ის კი არ არის, უბრალოდ გაიხსენო და თავი დაიმშვიდო, ან რაღაც ეს არის პროგნოზირების ძალიან კარგი საშუალება და კიდევ ერთი რა, ვინაიდან ადამიანია მონაწილე, გონიერი არსება და არა უგონო, იმ საფრთხეებისა თუ დამღუპველი შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობას გაძლევს, იმიტომ რომ ადამიანის არსებობა იუბერთა ჩვენ თავისუფალი არჩევანი შექმნა და გასაგებია რომ რაღაც ჩარჩოებში ვართ, ხო, ან ერთ მარცხნივ ან მარჯვნივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს არჩევანი გავაკეთოთ და იმას რასაც ვერ გადაურჩით, თქვა 200 წლის წინ, 400 წლის წინ გადაურჩეთ დღეს, თუ სწორად გავაანალიზებთ რა მოხდა
სწორად გამოვიდან დასკვნებს და გავაკეთებთ სწორ არჩევას, იმ არჩევას, რომელიც გაგუვას. რა სიტყვით ესეთ ფრაზაზე ისტორიის სწორი მხარე, ეს არის ხშირად გამოყენებული ტერმინი არგუმენტაციისას, რომ აი თქვენ ეხლა განსხვავებულად ფიქრობთ, ამბობენ ეგეთი ადამიანები, მაგრამ აი მოვადადგებათ, რომ როცა მას ისტორიას განსჯის და თქვენ აღმოჩნდებით ისტორიის სწორ მხარეს. როდესაც კარგი იქნებოდა მე თქვა რომ ერთი მხარე ასე ამუნათებს მეორეს, ანუ არის ორი მხარე, ორივე ერთმანეთს ასე ამუნათებს, მაგრამ ესე არ ხდება. ერთი მხარეა გამორჩეული. მოდი თქვათ რა, ისტორია რომ იმჟელო რომ შენ სწორ მხარეს აღმოჩნდი თუ მცდარ მხარეს, ელემენტარულად ისტორია უნდა იცოდე თავისი კანონებით. ზუსტად უნდა მოქონდეს მექანიზმი და მიმდინარე, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრით თუნდაც საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრით არ უნდა ხელმძღვანელობ. იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ის რაც დღეს ჩანს ცუდად, სწორედ ის არის ხვალ კარგი და ის რაც დღეს ჩანს კარგად და გიკრავენ ტას, ის შეიძლება იყოს ხვალ დამღუპული. ხო, მაგრამ შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. 50-50-ია, მაგრამ შესაბამისად უნდა ეს არის მომავალი. ისტორიას უნდა გაანალიზო. ეხლა ჩვენ ერეკლე შევეხეთ, ხო? და მოდით ერთი წამით გავიხსენო და პირდაპირ შეგვიძლია პარალელები გავალოთ. აი იდგა 1782 წელი. რა ვითარება ქონდა საქართველოს. სხვა შორის ერეკლე ჯარით მაშინ იმყოფებოდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რეალურად ქერიმ ხანისგან დათმობილი ქონდა მას მთელი თანამედროვე არაქსის ჩრდილოეთი გავლენის პერიოდი დაღესტანთან დარეგულირებული ქონდა. ურთიერთობა ის კი არა, თავრიზისკენაც კი სავსებით რეალისტური იყო, რომ ერეკლეს გავლენის სფეროში ყოფილიყო. იმ დროს ოსმალეთის სულთანი პირდაპირ თხოვდა ცნობილი ის არის. ქერიმ ხანს რომ მიხსენი ერეკლესგან და ცნობილი ფრაზა იმიტომ მიყვარს ეს კაციო, რა ქვია, მეო რომელიც პრინციპში არალეგიტიმური ირანის მმართველი ვარ, ხო? მალიქის სახელით მართავდა. ოსმალეთის სულთანი შეფწეობას თხოვსო და ერეკლეს მოგზავნისო აი ხა პატივისცემებს და ძალიან დიდ, ანუ ცნობებს, აღიარებებს, დათმობებს. იგივე პერიოდში ოსმალეთი ნახეთ კომპრომისზე მოდის. დასავლეთ საქართველოს უდმოს ვინდრო ერეკლეს სხვადასხვა პერიოდში ნალაშქრი ჰქონდა ბაიაზეთისკენ, წარმოიდგინეთ. ღვანის ტბის მიდამოებამდე იყო ჩასული, ამას ჩვენ არ გვასწავლეთ. ყარზე აღარ არის საუბარი და თქვა, ნუ ფაქტობრივად რა იყო შემთხვევები არზრუმამდე მისულა. ნუ გასაგებია რომ ციხეში ეხა ოსმალო გარნიზონი შეჭებოდა, მაგრამ რეალურ გავლენაზე და ავტორიტეტზე და ამ დროს ახდება. როდესაც ერეკლე არის დიდების ზენიტში. პარალელურად იყო ორი რამ. თუ დრო გვაქვს, უბრალოდ მოკლედ როგორ მოგოყვა, თქვა ჯერ ტრაქტატი, მერე რაღაცეები. დიდმა ბრიტანეთმა, კერძოდ ოსტინდურმა კომპანიამ, ერეკლე მეორესთან გამოაქვეყნა ტრაქტატი. ეს ტრაქტატი გულისხმობდა რას? რომ დღევანდელ ლორეს ტერიტორიაზე ჭარხლის წარმოება უნდა გაშლილიყო და ბრიტანეთი გაიტანდა ამ პროდუქციას, ის კი არა მუშახელითაც თქვა დახმარებას აუგტყამდა და კისრულობდა მთელ მსოფლიოში დიდი ბრიტანეთი ერეკლე მეორის პატრონას საერთაშორისო ურთიერთობებში. ანუ ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული რამ იყო. ამას ემატება ეს ოსმალეთისგან. პრაქტიკულად უკვე ხელშეკრულება შემდგომ თავაზებული და ეუბნება რომ ვინაიდან იმერეთის მეფეს არ ყავს მემკვიდრე და ისეც კუჩუკაინაძის ზავის შემდეგ 1774-დან იმერეთი სრულად დამოუკიდებელი, იმიტომ რომ 4 ციხეში უნდა მდგარიყო ოსმალური გარნიზონი, მაგრამ სოლომონმა დაანგრია და მორჩა მეტი ვალდებულება არ არსებობდა. ის თელ დასავლეთ საქართველოს ცნობს ერეკლეს საკუთრებად. ამან რა თქმა უნდა გაანაცხენა სოლომონი, რომელიც 20 წელი პატარა იყო ერეკლეზე, რომ რატომ? თქვა მე არ მეკითხებიათ, მაგრამ ფაქტს ვამბობ. და ამ დროს ქერიმ ხანისგან რეალურად სამხრეთ კავკასიას მართავ. როდესაც ეს შეიტყო რუსეთმა სხვა შორის აგენტურა მიაწოდა და არ მინდა ხა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ერის წარმომადგენლებმა იმუშავეს სერიოზულად ამ ყველაფრის შესახებ პირდაპირ არის დუბროვინის მშრომელია კავკასიის დაპყრობა და ბუტკოვის პირდაპირ აქვს მონაცემები როგორ იგეგმება რომ ერეკლე აიძულონ რომ ბრიტანეთთან და ოსმალეთთან ეს ხელშეკრულება დაარღვიოს და რუსეთთან გააფორმოს ხელშეკრულება ამისთვის რა უნდა ქნა ნახეთ ის რაც ყველას დამოუკიდებელი იყო ყოველთვის საქართველოსთვის შიდა არეულობა ამიზნით ალექსანდრე ბაქარიძე, ანუ ბაქარ მეფის ვაჟი ვახტანგ მეფიშვილიშვილი გამოუშვეს, ეხლა მოკლედ ვიტყვი რომ ძალიან გამიგრძელდეს. ეს კაცი ჩავიდა ქერიმ ხანთან, სოლომონთან, ანუ ქერიმ ხანი გავახსენოთ რომ აყურებელს და მსმენელს ეს არის ირანის მმართველი იმ პერიოდში, სამხრეთ ირანის უბრალოდ და ჩრდილოეთში ერეკლე ყველაზე გავლენიანი, იმერეთის მეფესთან და ასევე დაღესტანში მოძრაობს. და
სთხოვსო დაეხმარონ ერეკლეს დასამხობად ქართლის ტახტიდან. ერეკლე კახელი იყოს კახეთში და მე ვიქნები ქართლში. ეს ხმები მოდის. საინტერესო რა არის, იცით, ქერიმხანი წერს ერეკლეს, ასევე სოლომონი, რომ ჩვენ რა ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს ამ პირდაპირ ესეთი თანამედროვე ქართულ გამოვარო ამ ავანტყოფი აზროვნების ადამიანს არ ავყვებით და თანამედროვე ქართულ თუ გვაქვს ვდებით რომ რაღაც პროვოკაციაა, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. იქ ერეკლეს კარზეც არის აგენტურა რეინექსი, რომელიც პოციომკინის აგენტი იყო მანამდე, რა თვარეულობა იქნება შუამავლობა, თქვი რომ ჩამოყვა და რუსეთი იკისრებს. ბადალი ხანი იყო ესეთი ერთ-ერთი დაღესტნელი ხანი და შამხალი ავრცელებენ ხმებს, სადაც იმყოფებოდა ბოლოს ეს ალექსანდრე ბაქარიძე და უკვე დაპატიმრებული ყავდით, რომ თითქოს მთელი კავკასია ირაზმება, აღმოსავლეთ კავკასია ერეკლეს წინააღმდეგ, რომ გადატრიალება მოხდეს. მოკლედ, სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე აღმოაჩინეს ქვეყანა. და პირდაპირ ერეკლეს წერილი ხო ვიცით, რომელიც სხვადასხვა რეინექსისა და პოჭიომკინისავე განახი დაიწერა, რომ მე არაფერი ამჭირს, პრაქტიკულად აღმოსავლეთ კავკასიას ვაკონტროლებო. მაგრამ მე თანახმავა რომ პარველობის ქვეშ შემოვიდა რუსეთის და ეს ავტომატურად ნიშნავს ბრიტანეთთან ხელშეკრულებისა და ოსმალთა ხელშეკრულების დარღვევას. ოღონდ ერთი პირობითო, რომ ეს ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ქვეყანას მიერებს, მომაშორეთო. მეტი არაფერი არ ზე. ის კი არა ჯერ თუ შემოიყვანთო ეს ბატალიონი ნახევარი, რომელიც 2 ბატალიონამდე, რომელიც ჩემთვის არაფერი არ არის. ხელფასი თქვენ გადაუხადეთ, იმიტომ რომ მე ლეგი ჯარი მყავს დაქერაებული, მაგათი ხელფასი და არც მჭირდება პრინციპში ესეთი რამ გამოსდეს. და ნახეთ რა ხდება, ფორმდება ტრაქტატი, რომლის მიზანიც რა იყო, ერთადერთი. საქართველოს წარმოჩენა რომ პირი გატეხა, ხო? შემდეგში 2 წელიწადში, როცა ომარხან ნუცალი შემოსევა იყო, თითი არ გაარყია ამჯერმა, 87-ში რუსეთ-ოსმალეთის ომი რო დაიწყო. საერთოდ მიატოვეს საქართველო და ერეკლე პირისპირ აღმოაჩინეს ოსმალეთთან და ერეკლე მაშინ მიხვდა ძალიან კარგად რა იყო რუსეთი და მერე როცა უღალატეს აღამ ახმატხანის დროს ცნობილი მონეტა ჩვენს ფულის მუზეუმშია, რომ ერეკლეს ჰქონდა ტრაქტატიდან ესეთი უფლება, რომ ორთავიან რუსული არცივი ფულის ერთ-ერთ მხარეს გამოესახა, რომ მეტი კონვერტირებადობა ქონოდა ჩვენ ფულს. და ერეკლემ კახურად სიკვდილის წინ, იმიტომ რომ 96, 97, 18 წელს დასაწყისში გამოსულ ყველა ქართულ ფულზე ისე არ დაქონდა, ეს რუსული არცივი ერეკლეს ფაქტობრივად 85 წელს მერე არ ატანა. 96 წელს იწყებდა ატანებას. და შემიძლია ეხა ფოტო წამოღებული მაქვს, გვაჩვენოთ თამოგლეჯილი არცივებია, ცალი თავი კახურად მოაგლიჯა. ანუ ეს რას ნიშნავს? ვაი, შთამომავლობას და ანტირუსად მოხდა კაცი, მაგრამ რას მოყვა აი ეს განხეთქილებებით, ის ტრაქტატიც, ეს იყო შიდა არეულობა. ანუ თქვენ ეხლა შიდა დაპირისპირება. ხო, თქვენ ეხლა ჩახვედით ისეთ ძალიან საინტერესო წიაღსულებში ის გარემოება და რითაც პრინციპში მე სხვა რამე კითხეთ და ამითი პრაქტიკულად პასუხი გაეცით, რომ ისტორიას როგორც მეცნიერება სჭირდება შესწავლა იმ რაკურსით იმ დროინდელ კონტექსტში. არა თავარ შეცდომასაც უშვებენ მოყვარულები ესე ვთქვათ ბჭყალებში, რომ დღევანდელი გადასახადი, დღევანდელი საზომით და დღევანდელი მენტალობით რო ზომავენ ხოლმე იმას სტალინიდან დაწყებული რაღაც ალექსანდრე მაკედონელის ისტორიულ პირებს. ამას სჭირდება იმ კონტექსტის, იმ ვითარების, იმ პირებულების თუ იმ რაღაც მეთოდების თუ ინსტრუმენტების გააზრება, როგორადაც მაშინ ცხოვრობდა არა ერთი ადამიანი, ერთი ქვეყანა, საერთოდ სამყარო, ხო? აი სწორედ და ბუნებრივია რომ ეს არის მთავარი ინსტრუმენტი რომ უნდა იყოს ეს თანადროული ეს ანალიზი იმ კონტექსტზე და ამ შემთხვევაში ვიღებ ჩვენ ისტორიას როგორც მეცნიერებას. მაგრამ მეორე ნაწილზე რომ გადავიდეთ თქვენ ეხა გამოსახეთ მსგავსი მოცემულობა რომ არსებობს საქართველოს რომელიც ერეკლეს დროს უკვე 300 წელი აღარ არის ერთიანი ქვეყანა, ერთიანი საქართველოს აღარ არსებობს, ზუსტად მის ცხოვრების შუა წლებში ეს უკვე 300 წელია. მე-15 საუკუნის შემდეგ, ხო? მაგრამ ჩდება გაერთიანების უდიდესი პერსპექტივა. მაგრამ აი 300 წლის განმავლობაში, ეს პრაქტიკულად თითქმის იმდენივე დროის განმავლობაში, რაც დღეს ერეკლე მეფის ცხოვრების შემდეგ არის გასული, ეს მეხსიერება და ეს გამოცდილება არსებობს და ერეკლე განიცდის სამხრეთ საქართველოს დაკარგვას, სულ ფიქრობს და მესხეთში იმიტომ ლაშქრობს და ასე შემდეგ. ხო, ისინი ცდილობენ რომ ეს რაღაცნაირად შეაკოწისონ და ეს არის ალბათ ერთადერთი მეფე, რომელსაც მოახერხა ბოლოს მამასთან ერთად, რომ ორი ნაწილი გააერთიანა და დაუმატოთ, აკონტროლებს ბატონ დღევანდელ მთელ სომხეთს და დღევანდელი აზერბაიჯანის სერიოზულ ნაწილს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მოახდინა ჯერ მოახერხა მან გაერთიანება, ანუ ერთეულად აქცია და ანუ ეს ნიშნავს, რომ იმ თავადაზნაურობამ ელიტამ ხალხმა ეს ყველაფერი უნდა ცნოს ესე ამ ფორმით და ის მან დაამკვიდრა და რასთავარია მას აქვს გავლენის სფეროები, მაგრამ მაინც ეს არის საქართველოს
ქართლ-კახეთი თავისი ზომიდან გამომდინარე და არსებობენ დიდი ქვეყნები, როგორც არის ოსმალეთი, როგორც არის ირანი და სულთან მოახლოებული რუსეთი, რომლებიც არიან იმპერიული ქვეყნები, რომელთაც სხვა გავლენა და ამბიცია აქვს. ესმის თუ არა ერეკლე მეფეს, აი ეს დისპროპორცია, ეს მასშტაბი, მით უმეტეს რომ ის როგორც ნადირ შაჰის კარზე დამსახურები ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად იცის ეს რა არის და ამას იზავის მე რომ მისი ქვეყანა ამ ირანის გავლენის სფეროშია და დასავლეთი მაინც ოსმალეთს ეკუთვნის და რაც არ უნდა გითხრა, შენ ესე ადვილად არ წამოეგები მას რა ქვია, ანკეს რომ, იმიტომ რომ იციან რომ ეს გაყოფილია გავლენის სფეროები და შემოდის კიდე პლუს რუსეთის ფაქტორი. ესმის თუ არა ერეკლეს რომ სამყარო არის სწორედ ესეთი. ეს არის დიდი იმპერიების დაპირისპირების არეალი და მათი კვეთის წერტილებზე ამ გავლენებში ლავირების საჭიროა. ერეკლეს შიშით 1749 წლიდან ქართლ-კახეთის შიშით 1796 წლამდე ირან შაჰი არ ყავდა. ვერც ერთმა ხანმა ვერ გაბედა შაჰის ტიტულის მიღება და თუ ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ ხდება არეულობა და ეს ერეკლეს უჩენს ერთგვარ შეაძლებლობის ფანჯარას რომ აღარც ხარკი რაღაცა პრაქტიკული დამოუკიდებლობა 1752 წელს ადერბადაგანი რასაც ერქვა მთავრისგან მოყოლებული ხანების უმეტესობა ერეკლეს შესთავაზა ქრისტიანული პრინციპით, იმიტომ რომ იყო პრეცედენტი უკვე. გივი ამილაყვარი ნადირ შაჰის შემდეგ, ანუ ორი შაჰის, ადილ შაჰის და იბრაჰიმის პერიოდში ისე იყო ირანის გვარდის მთავარსარდალი და ქონდა შაჰ ყული ხანის ტიტული, რომ დარჩა ქრისტიანად, იმიტომ რომ მე ბერად რო აღიკვეცა და გარდაიცვალა, აღმოსავლეთ წინ დაცვეთა არ ქონდათ, რა თქმა უნდა, ყველა მიცოდა რომ ეს იყო უკვე პრეცედენტი, რომ ირანში მინისტრი და ხანის ტიტულის ხდება ქართველი. ასევე სხვა შორის თეიმურას ისე მიენიჭა ადარბადაგანის პასალარის წოდება რჩებოდა ქრისტიანად. და რა ხდება? ერეკლეს თავაზობენ, ამას ერეკლეშვილი წერს თეიმურაზე. იქ სხვა რამე მოხდება, ხა შორსაგუღა საუბარი ერეკლე რატო ამბობს უარს, რომ ირანის შაჰის ტიტული მიიღოს აზატ-ხანის დამარცხების შემდეგ ქრისტიან მეფედ. ანუ იყო შაჰი, он რჩებოდეს ქრისტიანი, რომ დაასტაბილუროს. ფაქტი ერთია, ვერასდროს ქერიმ ხანმა ვერ გაბედა შაჰის ტიტულის მიღება, იმიტომ რომ ავტომატურად ყველა მისი ოპოზიცია ერეკლესთან დაკავშირდებოდა. ანუ ერეკლე ძალიან სერიოზული სივრცეა ყოფილ ირანულ სივრცეში. ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ეხლა ავიღოთ ოსმალეთი, ნახეთ რა ემთხვევა. ოსმალეთში თავიდან ძალიან გავლენიანები იყვნენ სერბები და ბოსნიელები. ობიექტურები იყოთ, მაგრამ მე-17 საუკუნის ბოლოდან იწყება ქართველების გავლენა. ერეკლეს მეფობის მეორე ხანაში გვაქვს ესეთი სურათი. ამაზე ახლა მე თვითონ მუშაობდი, ვიკვლევდი და მინდა შემიძლია გვარები და სახელებით მოგახსენოთ. ეს იგი ოსმალეთის სულთანი, დედით ქართველი და ფაქტობრივად ქართულენოვანი. მეორე მანამდე მამამისი, რომელიც ასევე რო იტყვენ ცოლის გავლენის ქვეშ. დიდი ვეზირი, ყველა ქართველი. კაპუდან-ფაშა, ყველა ქართველი. ეგვიპტე, სირია, პალესტინის მმართველი ბეგები, ეს მამლუქები, ქართველები. ერაყში ფაქტობრივად ყარდლდება ქართული დინასტია, არზრუმის, ბაიაზეთის ფაშები, აბსოლუტურად ყველა ქართველი, ანუ ეს არის საოცარი ოსმალეთის იმპერიაში ქართული დომინაციის პერიოდი. გავიგე, მაგრამ ეს ხო არ არის, ეს არის იმპერიის კარზე არსებული ქართველები, რომლებიც ყველაზე საინტერესო რა არის, ეს იმპერიის კარზე არსებული ქართველები სწორედ ამ პერიოდში ფარველობენ იერუსალიმის ჯვრის მონასტერს და ერეკლეს პერიოდში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი ბენედიქტე შემოდის ჩვენს დიკასტერიაში. ათონის მონასტერს ხელახლა იგი დაფინანსებას უწყობენ ეს ქართველი მუსულმანები და ერთავარია. იბრაჰიმ ბეგ სინჯიკაშვილი და პირდაპირ თანხები გვაქვს, რა თანხებს აგზავნის ერეკლესთან არმიის შესაქმნელად. და ეგვიპტის მმართველზე მაქვს საუბარი, რომელმაც ერეკლეს გარდაცვალებიდან კარგა ხანს იცოცხლა კიდევ. და დღეს მართყოფში რო დგას ყველაზე დიდი ტაძარი, პირდაპირ მან ააშენებინა დედამისისთვის. და ნახეთ რა არის საინტერესო, აი ხა ნაპოლეონზე მომიწევ მუშაობა, როდესაც ნაპოლეონი მოდის დიდ გეოპოლიტიკურ შეცდომას ჩადისო. ისე ფაქტობრივად ის დაეტაკა ქართულ სეგმენტს. მაშინ ოსმალეთში, რომელი ქართული სეგმენტისთვისაც სწორება იყო საქართველოს, მაგალითად აი ერეკლეს გამეფე გარდაცვალებამდე უკვე რო წინაურდება და ხდება ეგვიპტის მმართველი სულთნის ტიტულიც მიიღო რაღაც ეტაპზე დაუთ ფაშა მანუელაშვილი. მისი დედა იყო ქრისტიანი. დაუთ ფაშა მანუელაშვილის აქ წერილები და სხვა შორის რუსეთის იმპერიაც კი იძულებული გახდა მანუელაშვილებისთვის დაუდობა მიენიჭებინ, რომ დედა მესტუმრეო. რასეუნება არის დედამისი ეს წერილია დარჩენილი რა, რომ ისლამის ბაღდადშიო ჩემ ფეხს რა უნდაო.
ესე როგორი ღრმა ქრისტიანის გაზრდილებით ამ ხალხს რაც დღეს ირკვევა ამას რუსეთის პერიოდს აქვს კავშირში გვიმალავთ სწორება ქონდათ სწორედ ერეკლეზე როგორ რაღაც იყო იცით ოსმალეთის ქართველობის ძალიან დიდი ნაწილისთვის ერეკლე მეორე ქცეული იყო სხვა ჩვენს მანამდე დაიწყო გივი ამილახორმა იმიტომ რომ იყო პერიოდი ახალციხის ფაშა გივის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა და მე გარკვეულწილად ეს ერეკლეზე გადმოდის იმიტომ რომ ამდენი წელი რომ ეფუს სწორება აქვს ამ კაცს მაგრამ ნახეთ რა ხდება ქართული უჩემო თვითიმღერეთ ჩვენ აქ პრობლემა არ იყო რომ აი ხა ჩვენ გვატყუებდნენ რომ ვითომ ირან ოსმალეთისგან თავის დახსნით იყო რუსეთი ალტერნატივა არ იყო და რატო გეტყვით აქ უკვე გეუბნებით 82-ში ტრაქტატი დააგვიფორმა ბრიტანეთმა მისი მთავარი კონკურენტი კავკასიის შემოსვლაში იყო რა ქვია საფრანგეთი ანუ რუსეთზე გაცილებით დიდი მოთამაშეები არსებობდა იმ დროინდელ მსოფლიოში და პირველ რიგში ასე თქმა უნდა იყო ეს დიდი ბრიტანეთი და მის ინტერესთა სფეროში შემოდიოდა კავკასია ასევე მისი კონკურენტი იყო ევროპიდან საფრანგეთი და უკვე იკვეთება ხა ნაპოლეონი გიჟი ხო არ არის ეგვიპტეში მიდის რომ სპარსეთის ყურემდე უნდა ხო გასვლა და მასაც ძალიან კარგად ესმის უბრალოდ ვიტყვი რომ ბევრად მოუმზადებელია და იმ წოts ჭრის ხშირად რასაც უნდა დაჭდეს ანუ თავის პოტენციურ მოკავშირეებს ტრებად იყიდებს ეს სხვა თემა და აბსოლუტურად ბუნებრივია რომ ნაპოლეონის თქვა იმ გარემოცვაში და რევოლუციურ საფრანგეთში გეოპოლიტიკური ცოდნა ბევრად უფრო მწირი იყო ვიდრე თუნდაც ბრიტანელებში. ხო და ამიტომ ჩემი კითხვა არის რომ ეს აი ეს რასაც ახლა რუსეთი ერეკლეს არაფერში არ ჭირდება. ეს სხვა საკითხი, მე სხვა რამის თქმა მინდა. ეგ მესმის რომ შეიძლება იქიდან იმ დროს 1792 წელს სხვანაირად ჩანდა, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ წესებზე რომელთაც ანუ ერეკლეც უცდებოდა ხოლმე, ხო, მაგრამ ნახაროთ რამდენჯერმე რუსის ჯარი, ერთეული პოლკი მოიყვანეს და მათი ქცევა, ანუ თქვა რომ ვისთან არ ყოფილა ომში ამ ხანაგადო, მაგრამ ესეთი რაღაცა არ მინახეს. გარდა იმისა რომ მოამარაგა პროვინციად, ისინი შევიდნენ სოფლებში და ცქვევრები სამარცხინოდ. ეხლა მოდი გავიხსენოთ. ეს იყო გაუგრებული, იმიტომ რომ ეს აზიური კულტურა რაღაც სხვა არის. მე ვკითხავ სხვა რამეს რომ რამდენ შეიძლება ითქვას რომ ერეკლე მეორე ხარისხი ძალიან დაბალი ქონდათ. ხო, ერეკლე მეორე ერკვეოდა აი ამ მოცემულობაში მიუხედავად რაღაც შესაძლებლობისა, ადვილად არეგებოდა ამა თუ იმ რაღაცა ანკეს და ფანჯარას და ის ხვდებოდა რომ მაინც ბრიტანეთის შორს არის საფრანგეთი იქ რაღაც თავის დაპირისპირება რადგან არ იყო შორს, მე თუ გეტყვით. რუსეთი კავკასიაში მხოლოდ 1864 წელს დამკვიდრა საბოლოოდ. რუსეთმა კავკასიის დაპყრობა საქართველოს ხელით მოახერხა. ანუ პრაქტიკულად ჩვენ გავხდით რაღაც კუნძული რუსული სივრცისა კავკასიაში, რომელთაც ხელი შეუწყეთ დაპყრობაში და ნახეთ რა არის სამწუხარო. აი რო ავიღოთ აზატხანთან ომი, ან იგივე ვთქვათ ომარ ისა ხუნძახის ბატონებთან ომი, ან თქვათ სხვა ირანელად რაც ერეკლეს ქონია. პირდაპირ არის ჩამოთვლილი აგერ გადავშევოთ პაპუნა ორბელიანი, რომ ერთ-ერთი იყო ესე ჩუამავალი კაცი ზედგინიძე ყავდა. იყო შემთხვევები, როცა გივი ამილახვარი აკავშირებდა, კიდევ იყო ერთი რა ქვია რევას ჩოლოყაშვილსაც ქონდა კონტაქტი, პირად კონტაქტებს ვიძახი. ესე იგი ერეკლეს ჯარის შემადგენლობა. დიდი და მცირე ჩერქეზეთი. აი მათ შემდეგ თქვათ, როცა ყველაზე კრიზისულ ბრძოლებში ყოველი რა ქვია ღლიღვი, ყოველი ძურძუკი ამას ჩეჩენ ინგუში საქართველოს ჩამოსახლებული ოსნი და სრულიად ოსნი. ყველანი ესენი თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში ერეკლეს დროშის ქვეშ იყვნენ. ერთადერთი ერეკლეს დასარეგულირებელი ქონდა დაღესტნელებთან, ოღონდ როგორ იყო იცით? ყველაზე პრობლემატური იყო გალეკებული, გამუსულმანებული კახელები, რომლებსაც ჩვენ ჭარელებს ვეძახდით. და შაქის მოსახლეობის ხო ვიცით ისტორია საქართველოს იყო და შაღაბასის მოხდა გამუსულმანება და გაყაჩაღება. დანარჩენთან კი, რა თქმა უნდა, როგორ არ იყო ლეგიონო ბრძოლებიც, მაგრამ როცა ერეკლეს ურჩდებოდა სულ და სერიოზულად უდგებოდა ამ საკითხს, იქაც არეგულირებდა. დანარჩენი კავკასია თუ დაღესტანს არ ჩავწვით. უმეტეს ბრძოლებში და აგერ ჩემი სიტყვების გადამოწმება შეიძლება პაპუნაიოსელი, ისა ბოდიში ორბელიანიც და ომარ ხერხეულიციც. იმ დროინდელი წყაროები ხო ერეკლეს თანამედროვეები და აპოლოგეტები ერეკლეს ჯარში იდგნენ. და აი ეს ხალხი მერე ჩვენი ხელით გაუხდა რუსეთს დასაპყრობი. ხო და შემდეგ ეს დაგვიმახსოვრეს და მტრებად გვეცნენ. მოდი ამ ნურწამას დავივიწყებთ, ხო? გარდა ამისა, ანუ რეალურად რუსეთს იმ პერიოდში, ეხლა მე უბრალოდ ცხოვრობ მუშაობდი ამ რუსულ წყაროებზე და მაინტერესებდა. ერთადერთი საქართველოს ჭირდებოდა პოჭიომკინის დოქტრინა რო იყო, რომ თუ კონსტანტინოპოლისკენ წავიდოდა, რომ მეორე ფრონტად
გამოეყენებინა საქართველოს, რომ აქედან თუ დაარტყამდა თქვათ ერეკლე და სოლომონი ოსმალეთს, ცოტა ბალკანეთი და ყურადღება გადმოტანილი იყო, რომ კონსტანტინოპოლამდე. ესეც მოხდა მე-19 საუკუნის შუა წლებში 1853 თორე მანამდე ის რომ იმის ილუზია ყირიმის ომის შემთხვევაში ესე იყო, რომ ყირიმის ომი წააგო. კი ბატონო, მაგრამ ეს ფრონტი მოიგო. შემდეგ აქ მოპოვებული რაღაცები ერე გაცვალა იმ. ამითი გადარჩა, კი ბატონო. და ამიტომ სხვათა შორის ვინც ისტორია იცის, ეხა ხო ზოგ სასაცილოდ საკუთრივ ცალკე აღებული სიტყვა მეორე ფრონტი არ ყოფნის ხოლმე საცილოდ რა მეორე ფრონტი და მეორე ფრონტი საერთოდ როგორც ტერმინი იდეად მნიშვნელოვანი კი არა მხოლოდ არამედ გამოცდილება არსებობს აქ მეორე ფრონტის არსებობის რომ უბრალოდ ელემენტარული დაახლოებით საქართველოს მილიონი ეხა რუსეთს არ ხო ძალიან დიდი თქვა რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში 13 მილიონი ბრიტანეთი არის 6 მილიონი და აშშ 1 მილიონი ეხა ჩვენ დღევანდელი პარამეტრებით რომ საზღვრავთ საბრაგად დიდი იყო სხვა ჯორის და ვეღარ გამრავდა 20 მილიონს აჭარბებდა 30-მდე. ეხლა როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ხო? მაგრამ ბრიტანეთი, რუსეთი, იგივე ირანი, მაშინ იყო დაახლოებით 5 მილიონი. შახაბაზიზოს პრაქტიკულად საქართველოს და ირანი იმიტომ ეხო ტომები დათარეშოდეს კლიმატური ცვლილების შემდეგ და რა, იმიტომაც არის ირანელების დნმ-ში 40%-ზე მეტი ქართულია დღესაც. ანუ უსმალეთ რომ აი ესეთი ციფრები მათ არ ქონდათ, ხო? მაგრამ სხვა რამეზე მაქვს, ანუ ჩვენ რომ მილიონი ვიყავით, ისე გონია რომ აუ რა ცოტა ვიყავით და ის 100 მილიონი იყო. დღევანდელს ადარებს ხო, ეგ არის სისულელე რა. გასაგები ეხა, იმისი დავითის დროინელი 5 და ჩემი აზრით სხვა შორის მონღოლების აღწერით უпроსორი და თუ არა, მინიმუმ ქართველი დასავლეთ საქართველოს არასრული და თუ 8 მილიონიან. ეგ ეხა პარამეტრით სხვა არის. დავით აღმაშენებდა თამაშს ჩვენ ვიყავით იმდენი, დღეს იყო 150-დან 220 მილიონამდე ხა. 220 მილიონი რო იყოს ქართველი და სოფლიოს ბატონ პატრონი რო არ იყოს, ეგ იქნებოდა გასაკვირი, ხო? ის სხვა პარამეტრები დედამიწა მას 300 მილიონი. რა თქმა უნდა, ერეკლეს რო დემოგრაფიული სიტუაცია არის, ბევრად ცუდი, ვიდრე თქვათ დავითის და თამარის დროს, მაგრამ დაახლოებით გეტყვით ერეკლეს დროინდელი ციფრი უდრის დღესო ვიყოთ 10-12 მილიონი. ანუ პროცენტულად. არც თუ ისე პატარა ციფრია, ხო, ევროპული მასშტაბით, კაცმა რო თქვას. მაგრამ მეორე მხარეა 13-ჯერ, 14-ჯერ დიდია რუსეთი, ხო? და იმას ხარც უჭერს მთელი ბალკანეთის სლავები. აქვს ოსმალთა ნომი. ხო, ეხლა თქვენ რა ვზანეთ, რომ ვიღაცამ შეიძლება გაიცინოს ეს მილიონიანი საქართველოს თუ 780.000-იანი საქართველოს ფრონტი როგორია მეორე? არის შვენივრად იცის რუსეთმა პირდაპირ ბატონო პოციონკის ეგა თოთლებენი აქ რატო შემოყავდა ეგ არის სხვა ჯერს ეთქვა რომ თქვით რომ ერეკლე მიცის თუ არა გენიალური წერი თოთლებენი ჩვენს კინოებში არის ცით არ შეიძლება მტერი არ დაფასო წარმოჩენილი იყო ვიღაც ბრიხლოდ გერმანელად სისულელი თოთლებენი იყო მე-18 საუკუნის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავანტიურისტი კაცო ბერლინია გავებული გასაგებია რუსულ დროშისთვის, მაგრამ პირადი შუღული ქონდა იმასთან, ხო ფრიდრიხ მეორესთან. ბერლინია წაართო ფრიდრიხ მეორეს. რა, შეინარჩუნა მე პეტრე მესამემ თუ ერექ წაკეთება. ესე იგი, ტიპი როგორი ვაჟკაცი იყო, რომ თავშია დაჭრილი ჭურვით. ერთ კვირაში ფრონზეა გასული. მე ხმით იჭრება თავში და ორ კვირაში ისე ბრძოლის ველზეა. ეს იყო სერიოზული ავანტიურისტი. სხვა შორის, რატომ მაყურებელს მინდა უთხრა, აი ცნობილი პუგაჩოვის ფენომენი შეგვდა სწორედ თოთლებენმა. აი გერმანიაში ყოფნის დროს კაზაკთა შორის ნახა პიროვნება, რომელსაც უთხრათ, მან არის ცოტა მოგეხსენებათ რუსული და რა ქვია, თარჯიმნის მოგონებები დარჩა და აქედან გვებულობთ რა. რომ მომიყვანეთ ეს კაზაკი ეუბნება. და ეუბნება რომ შენო ჩემო მეგობარო ძალიან გეხარო. პრაქტიკულად ასლი ხარო რუსეთის ტახტის მემკვიდრისო და ეს არ დაივიწყო. პეტრე მესამისო. და ეგები გამოიყენო და საინტერესო რა არის ეს პიროვნება ვისაც ამას ეუბნებს სწორედ ემილიან პუგაჩოვი იყო ანუ ემილიან პუგაჩოვსაც კი პირველად რომ თავი გაესაღებინა პეტრე მესამე და გენახამ დაინგრა რუსეთი ის აჯანყება მოეწყოთ თოთლებენმა ანუ რისი თქვა მინდა ეს იყო უდიდესი ავანტიურისტი ხო და რას წერს ეკატერინე მეორესთან არის წერილები დარჩენილი საქართველოში ყველაო როგორც მარიონეტი ისეაო თამაში აი ჩვენ ხო გვაქვს ეს შტაბეშტილება რომ ერეკლე ვითომნელი და რა ერთადერთი კაციო რომელიც არ მენდობა ვერაფრით ვერ შევედიო და ყოველთვის გრძნობრო თითქოსო ბურღავსო და ვერაფრით ვერ მოატყუებ ეს ერეკლეა ამიტომ ეხლა რა თემაზეც გადახვედით სწორედ აქ მინდა იმ თავარ საკვანძო საკითხს დაუბრუნდე რასაც ქვია
ერთგვარი ეროვნული ინტერესი მათ იმდროინდელი გაგებით და დღეს რაც გახდება ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქოს ქართული პოლიტიკას ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გასდევს მარტივი ხაზი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ იმპერიაში ცხოვრობდით, რომელიც წარმოადგენდა სულ ორი პოლუსი იყო სამყაროში და ერთ-ერთი პოლუსის ცენტრს და რა თქმა უნდა იქ ვიყავით პატარა ერი ხა მაგრამ უნდა გავუწყდება რომ იქაც იურიდიულად ვიყავით სუვერენული, მაგრამ ჩვენ ეს რომ ჩვენ დღეს ვართ ცოტანი და პატარა ეს გამოყვა და შესაბამისად ეს ბუნებრივად ჩამოყალიბდა ეგეთ დამოკიდებულება რომ შენ ბუნებრივად რაღაცა უნდა აირჩიო ხო ეხლა იქ ორია ხო ერთს უკვე ქვია რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვედით რუსეთმა ჩვენ დაგვიფხრო რუსეთი არის ოკუპანტი დღესაც და აქედან გამომდინარე ის თუ გვინდა აქედან თავი დავიცვათ შესაბამისად უნდა ვიყოთ მეორე პოლუსი ვიღაცასთან არის ანუ ის რომ შენ შეიძლება სიტუაციიდან გამომდინარე იყურებოდე თბილისთან რაღაც ინტერესებში გაერკვე ეს აბალანსო პატარა შეთანხმებები და ანუ ყველაფერი ის აკეთო თანამედროვეობაში რომელიც არქეტიპულად რომლი კვალის პოვნად შეიძლება ერეკლეს ცხოვრებაში ეხა რასაც ყვებით და რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან მოკლედ ვლაპარაკობთ თორე იქ უამრავია ხო ეს ამ ისტორიაზე შეიძლება რამდენად არის ერეკლე მეფე არქეტიპის სწორედ აი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარების და რეალ პოლიტიკის თუ შეიძლება ითქვას ადამიანის რომელსაც ესმის საცხოვრობს ვინ ყავს მეზობლად რა ზომის არის რა სიმძიმის აწევა შეუძლია რისი არ შეუძლია და ასე შემდეგ მე გეტყვით ერეკლე მეორეს ქონდა ნამდვილად ქონდა და საიდან უფრო მეტსაც ვიტყვი მამამის რატო ჩადის ნადიშახთან მე იქ როგორი სიტუაცია ერეკლე ზუსტად ნადიშახი რო კვდება და მამამისი იქ არის მაშინდან თავისუფლებს თბილისი აქ დაახოცავს ყიზილბაშურ გარნიზონს არის სერიოზული საფრთხე და იგივე ამ ლახვასატო უფასებდნენ რომ გივიმ ყველაფერი ისე მოაწყო რომ პირიქით ერეკლეს ამაზე ტაში დაუკრეს აჯელი კი ანუ ეს ას ნიშნავს ყველა ფორმით იყენებდნენ დიპლომატიას საუბარზე მეტი მაგრამ ისი თქვა მინდა ერეკლე რო ავიღოთ ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდობაში სანამ ის მოხუცდა აქვს ეს ომარ ხეხეულიძეს აგაზეთი ფრაზა რომ სამწუხაროდ ის წვეთს მსჯელობას 1798 წელს ანუ წინარე პერიოდს სანამ ერეკლე დაწერს ანდერცაიმ სულ ანდერჩვილები რო ერთმანეთს დაჭამ და იქ მის ერთ-ერთი ჩვილის გავლენა და რა პირდაპირ მოხუცდა სანამ ის ახალგაზრდა იყო რა თქმა უნდა ყველანაირად ცდილობდა ლავირებას ეხლა არ მინდა მოყვე იმიტომ ისეთი ლავირება და ისეთი დიპლომატიური სვლები აქვს გაკეთებული რომ თუ მთელ კონტექსტს არ მოყვები ვიღაცა შეიძლება ანუ პირდაპირ ზაკვარიც კი ეგონ სერიოზულად მუშაობს სერიოზულად მოქმედებს ეს კაცი და ანუ მაგითო ვიძახ შეუსწავლელი ოღონდ არ უნდა იმოქმედოს სტერეოტიპულად ანუ რა ნახეთ რა იყო საბჭოთა იყო თქვენ კარგად გაგზავნეთ იყო ორი პოლუსი ССРК და ამერიკის შეერთებული შტატები ხო ნატო და ვარშავის ბლოკი და ხა ჩვენ გამოვედით დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ სამართალ მემკვიდრე ССРК-ზე არის რუსეთის ფედერაცია და ვინაიდან მას აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, ავტომატურად ნახეთ როგორი აზრი იბადება, ხო? რომ ესე იგი ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი მხსნელი არის ნატო. მაგრამ ერთი რამე გვავიწყდება. ნატომ ССРК-ს დაშლით გარკვეულწილად და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებმა თავის მიზანს მიაღწია. ჩვენ იმას არ უკვირდებით, რომ მას რუსეთის იმპერია კი არ აწუხებდა იმდენად, ამ თქვა დიდი თუ პატარა რუსეთი. მისი პრობლემა იყო მას სისტემური სტალინიზმი უქმნიდა პრობლემას, ანუ რა ის კომუნისტური წყობა, რომელსაც სტალინს ჰქონდა, რომელსაც მერე ხრუშოვი, ბრეჟნევი ანგრევდნენ და გორბაჩოვმა ბოლო მოუღო, მაგრამ ძალიან კარგად იცოდნენ ამერიკას. ხო, ნუ ეს იყო იდეოლოგიზირებული საკითხი, იყო ექსპანსიონისტური და ყველგან იქნებოდა საფრთხე რევოლუცია. ჩვენ გვაქვს ცოდნა და ხსოვნა ის ჩემთაობასაც. ბრეჟნეული სიმახინჯის და ჩვენ არ გვახსოვს ის სტალინური მოდელი, როდესაც წლიური ეროვნული პროდუქტის ზრდა ომის მერე 20-25% იყო. და ჩვენ არ გვახსოვს ის პერიოდი მეორე მსოფლიო ომის წინ, გარკვეული გარიგება გერმანიასთან რო ხდება და გერმანია სტალინს თხოვს ეს გადამიხადო ჰიტლერი არა დოლარებში ან ფუნტ სტერლინგებში, არამედ რუსულ რუბლში, იმიტომ რომ 1926 წელს ყველაზე კონვერტირებადი და სანდო ვალუტა სტალინის რუბლია. ჯერ კიდევ მერეზუერევის რეფორმით ომის მერე კიდევ უფრო მეტად. ამას რა არ ეს ჩვენ არ გამოგვივლია. არ წაგვიკითხავს ჩვენ თაობებს სტალინის ეს ეკონომიკური, სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც პირდა მისი ბოლო სიტყვა, რომელიც დღეს რაც სოფლიოში ტენდენციები ეკონომიკური მიდის, იმისი წინას არ მეტყველება.
რატო ვიძახი? ეს ყველაფერი კეთდებოდა. ჩვენ გონია რომ კერძო საკუთრება არ იყო და იმიტომ რომ ხრუშოვმა აკრძალა, თორე იყო არტელები, რომლებიც მილიონებს ატრიალებდნენ და სათამაშოების და საფეიქრო წარმოების 80-90% სტალინის დროს უშვებდა კერძო სექტორი. და ეს იყო სტალინური კომუნისტები, ხვდებით, რომელსთან ძალიან უჭირდა კონკურენცია შეერთებულ შტატებს. იმიტომ რომ მარშალის გეგმის გარეშე დადგა ფეხზე, ნახეთ, სულ იყო შიში, მეც აკითხული მაქვს ამერიკელი ავტორები, იცით რის ეშინიათ. საბჭოთა კავშირშიო საკადრო კრიზისია და არასისტემურიო და სწორი კადრები რომ მოვიდნენ სათავეში, ნუ დაგვაუწყდება რომ დანგრევის წინ რეიგანის პერიოდის კრიზისი იყო. მაშინ შეიძლება კონკურენციას ვერ გაუძლოთ. ანუ დეგენერატ ხრუშოვებს, ბრეჟნევებს თუ ისევ ნორმალური შეცვლა. ანუ სისტემის ეშინოთ, როცა სისტემა ჩამოინგრა და მორჩა დოლარის სისტემაში წავიდა რუსეთი, მათთვის უკვე ეს აღიფათო აღარ იყო. და კაცმა რო თქვა, აი ხა 3 წელია მიდის, ხო? ეხა დაიწყო ევროპამ გამოფხიზლება, იმიტომ რომ იქვეა კომი. მაგრამ ამერიკამ შვენივრად თანამშრომლობს დღემდეც კი ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან არ შეძლებს. ხო, იმიტომ რომ იმისთვის ის უკვე მთავარი პოლუსი, როგორც მაშინ ეხა თქვენ რაც აღწერეთ, ეკონომიკური მახასიათებლებით დღეს ზუსტად ამის მემკვიდრეს ესე თქვა, წარმოადგენს ჩინეთი. აქედან გამომდინარე ის ღიად არის, რა თქმა უნდა, რომ სწორებ არის ჩინეთი. ამიტომ ეს დაპატარავდა ეს ევროპული. მილტონ ფრიდმანის პრინციპი რა იყო? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შენი ვალი აქვს თუ შენ გაქვს ვალი, შენ მტერსა აქვს შენი თუ მოკეთეს. თავარია ვალი იყოს დოლარში. ეს ის შენ დომინირებ. პუტინის კაპიტალი არის დოლარში, იციან. უკრაინაზე აღარა და ევროპის, ხო? საფიცონე. ის ევროც გარკვეულწილად ჯერჯერობით უსწორდება დოლარს. მორჩა არ ეშინიათ, მაგრამ აი სწორი ბრძანეთ. საფიცონე. ამიტომ არჩევანი ესე ბრმად არ უნდა გატყო. მე პირდაპირ გეტყვით, ეხა ბევრი ვარ ვილაპარაკო. ჩემთვის პირადად დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორი. ის რომ რუსეთი მაქსიმალურად მოერიდება საოკუპაციო ხაზის გაზდაზე, შეიძლება დეოკუპაციაზეც კი წავიდეს. შეიძლება რაღაც ფაქტორების გათვალისწინებით ყოველგვარი ომის ანუ წავიდეს კომპრომისზე, არის ორად ორი სახელმწიფო. სტრატეგიულ პარტნიორს გულისხმობ. ეს არის თურქეთი და პირველ რიგში ჩინეთი და რატომ? აქ გეოპოლიტიკა თამაშობს. თუ კი საქართველოს ხაზს დაკეტავს რუსეთი, ან მარტო სომხეთზე უნდა იყოს მე დამოკიდებული ვთქვათ. ევროპასთან სავაჭრო სახმელეთო გზით, ან საერთოდ რუსულ სივრცეზე და მე უკვე სომხეთი ჩასაყლავი იქნება. თურქეთიც რო ესეა, ან სომხეთზე ხდება, ან რუსეთზე დამოკიდებული. არც ეს არ აწყობს. ორივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სოფლიოში ამერიკის მერე ნატოში ყველაზე ძლიერი არმიის ჰქონდა თურქეთისთვის და პრინციპში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური პოტენციალის ჰქონდა ჩინეთისთვის, რომ საქართველოს სივრცე იყოს ღია. ანუ საქართველოს იყოს დამოუკიდებელი, არაოკუპირებული. შესაბამისად, სწორი ნაბიჯები არის რა? ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და თურქეთთან ამ ეტაპზე სტრატეგიული პარტნიორობა. რასაც აი ხა არაფერს არ მინდა, თუ დავაკვირდებით, ხორციელდება და ჩვენ ვაკეთებთ. ის ილუზია, მოდი თქვა, აი ვიღაცას ხო გონია, რომ აი ჩინეთი რომ რუსეთთან მეგობრობს. ჩინეთს რომ ბოღმა აქვს რუსეთის, მოდი აი სიტყვისთვის მაპატიეთ, მაგრამ ძალიან უბრალოდ ქუჩურად რო ახსნა. ალბათ სოფლიოში ქვეყანა არ მოიძებნება, იმიტომ რომ თითქმის ნახევარი ევროპის ხელა რუსული მიწები 1856-18 და 60 წლის ზავებით რუსეთს აქვს ოკუპირებული მთელი ვლადივოსტოკის მიმართულება, ხაბაროვსკის მიმართულება და ასე შემდეგ. ეს ხო ჩინეთს შედიოდა. და პლუს ზედა ამათა მე მონღოლეთიც ჩამოაჭრა. ეს ჩინეთს დავიწყებული არ აქვს, მაგრამ ნახეთ თამაშობს ეხლა ამ რუსეთის ომზე აკეთებს ფულს მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტურად მისთვის მომგებიან თამაშს თამაშობს. იგივეს აკეთებს თურქეთი. ჩვენ რატომ არ უნდა ვითამაშოთ იგივე თამაში მე არ მესმის ხდებით? ანუ ჩვენთვის ამოსავალი არსებობს კომპლექსი, არსებობს შენ ხარ პატარა, შენ არავის არ გეკითხე, არ ვინ აქვს არ გეკითხება და შენ უბრალოდ უნდა აირჩიო როგორ თქვა რაღაცა, აი უბრალოდ copy paste-ით შენ მიყევი გარკვეულ ინსტრუქციებს და მორჩა მეც ვიღაცის ხმა უნდა იყო, ხო მაგას და მაგას. რომელიც ახლა უკვე აღმოჩნდა რომ ის თვითონაც ხვისი გავლენის ხმა არის, იმიტომ რომ უკვე აღმოჩნდა ეხლა თავარი დღევანდელ ვითარებაში რაც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად აი ეს მცირე გამოსტებს უწევს, რამდენად სუვერენულია ევროპა, რამდენად თვითყოფადია, რამდენად არის თავდაცვისუნარიანი, რამდენად შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, იმიტომ რომ აშკარად დისტანცირდება ამერიკის შეერთებული შტატები და აღმოჩნდა რომ მას აღარც თავი ამერიკული სამხედრო ქოლგა გააჩნია უკვე და აღარც რუსული იაფერებს. რა, მე წინარე ხელისუფლების პერიოდში როცა მომიწია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა, ძალიან ცხადად ვაწყდებოდი ერთ რამეს. უმეტესწილად თქვათ
კრიტიკული ვინც იყო ჩვენ თუნდაც მაშინელი ხელისუფლების მიმართ, აი ევროდეპუტატები და გვთხოვდნენ რაღაცებს, სხვა ჩვენს ისეთ რაღაცებს, რომელსაც ქართული საზოგადოება ვერ მიიღებდა, იყოს წინააღმდეგობები, როგორც წესი, როცა მუშაობდით და ვაანალიზებდით, იყო რუსეთის მიერ მოსყიდული რუსეთის აგენტურა. დღეს აი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. იმ ვითომ რომ დემოკრატიას გვიწუნებს და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები და გვიჩიჩინებენ რომ აი თქვენ რაღაც გზებს აცდით და რაღაც 99% როგორც შევარდნაძის როგორც სააკაშვილის დროს ეხლაც დარწმუნებული ვარ რომ ეს პიროვნებები არიან კრემლიდან მართული. რა შორის მიდიხართ მათი მაგალითს გეტყვით. ლუკაშენკოს ეჭირა თავისუფალი თამაში ჰქონდა და ეხლაც თუ დააკვირდით შეეცადა რომ თქვა ტრამპთან დაემყარებინა ხო კონტაქტი. პუტინმა შეუქმნა ის ოპოზიცია რო ყავდა მაშინ. ყველა მოსკოვიდან ფინანსირდებოდა. და ორი ვარიანტი ჰქონდა. ან პირდაპირ მოსკოვის აგენტურისთვის უნდა დაეთმო ლუკაშენკოს, ან გადაევლოდა დასავლეთმა წარმოაჩინა დემონად, ხო? თუ დემონი იყო და CIA ძალიან კარგად იცოდა რა დემონიც იყო და რა ჩაჭდებოდა. იმიტომაც არის რომ გავიდნენ ლუკაშენკოსთან კონტაქტს. მე პირდაპირ გეტყვით რა. წეგან თქვი ესეთი რაღაც. საქართველოს აქილევსის ქუსლი ყველა ეპოქაში, ყველა დროში. ეს იყო თქვა მონღოლები რომ მოახერხეს. ჩვენზე 4ჯერ და 5ჯერ პატარა ჯარი დაგაბატონება. პირდაპირ მეორე. ჩვენ 80,000-იანი ჯარი თავისუფლად ყავდა, 30,000-ზე მეტი მონღოლი საქართველოში არ მოსულა. თაგორიანი ქვეყანა ეხა ველი ხო არ იყო და ტრამა როგორ ნებდები ღალატით. და შიდა განხეთქილება იყო. ამაზე არ ვწერდით. ამაზე ეხა ცალკე გადაცემები შეგვიძლია. ერეკლეზოს ტრაქტატის მოხობა იყო თუ კრწანისის დაგება, წაგება. თუ შემდეგში რატომ მოხდა ეს ანექსი 1800 პირველ დავარც. წერილების წერა არ გააჩერეს. დავით ბატონიშვილის მომხრეები რომ თუ მე არ ვიქნები მეფე და იულონი რა ქვია ავჯანყდები და სისხლი იქნება და პირიქით იულონის მომხრეები თუ დავით იქნება ჩვენ ავჯანყდები და სხვა ჩვენს გიორგი მეტო ერეკლემ კი არ შემოიყვანა ჯარი გიორგი მეტორმეტემ შემოიყვანა ის ორი ბატალიონი რატომ რომ მამამისის ანდერძი დარღვეული იყო და იულონის ნაცვლად პირდაპირ იქ მიწერ მოწერაში დავითი დამჯდარი იყო საკუთარ ტახტს და საკუთარ ამბიციას გადააყოლეს საქართველოს დამოუკიდებლობა და მე კარგად აწმენდნენ ხელს ერეკლეს ეს ერეკლეს თავში აზრათაც არ მოსულია დღევანდელ დღესაც ნახეთ რა არის თუკი აქ ჩვენი მტერი პირადად ჩემს არის რუსეთი მაგრამ აქ რუსეთი მუშაობს ითით როგორც ყოველთვის დესტრუქციის ექსპორტით ის ყველა ძალა რომელიც იძახის რომ მინდა რევოლუცია არეულობა დამხობა ხდება თუ არ ხდება მუშაობს რუსეთს საქართველოს გარდარჩენა არის სტაბილურობა დღეს ჩემთვის დიდგორის ტოლფასია მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი დრო ამოიწურა ბოლო ზუსტად ერთი სიტყვით ერთი უკვე მეტაფიზიკური კითხვა რა კი ჩვენი ტერიტორია ისევ დაშლილია და ქვეყნის მთლიანობა აღსადგენია შესაძლებელია თუ არა ოდესმე რომ მომავალში ეს გაერთიანება ისევ გვირგვინის ქვეშ მოხდეს ანკიან სამეფო ანკიან არა ხო აი გვირგვინის გას გულისხმობ გვირგვინში რაღაც ტიპით აი ისევ სამეფო გახდეს ფორმატი რომელთაც მე არავინაირად არ მივესალმები არა იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით ბაგრატიონების ოჯახმა მე ძალიან ბევრი მეგობარი ბაგრატიონი ყავს მაგრამ 1800 პირველ წელს პირადი შუხლის გამო ჩააბარა ქვეყანა ოკუპანტ რუსეთს პირადი შუღლის გამო და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ან ნებისმიერ სოფლიო ქვეყანაში რომელი დინასტიაც ამას ჩაიდენდა იმას საერთოდ მოკალაკეობას არ თმევდნენ. ნუ 200 მეტი წელი გავიდა მე ამიტომ ვფიქრე ეს ცოტა მეტაფიზიკური მე არა გეოთხი ის ქართველი ის ქართველი მე ესე ვფიქრობ თუ გინდაც იყოს გვარად ხობეგლეჯიაშვილი ვინც ნიკოფსიიდან და რუბანდამდე აღადგენს საქართველოს თუ ვინმე მოახერხებს ამას და მე ქართველიერი გადაწყვეტს რომ იყოს სამეფო და ეს კაცი იმსახურებს კი ბატონო თორე იმიტომ რომ ვიღაც სადღაც იყო და ვიღაცა ინკუბატორში ჩასახეს რომ აი ეს იმას შევაჯვაროთო და მეფე დაიბადებაო ეგრე მეფეები არიბადებიან ბატონო ხო სხვა რაღაცა ვიკითხე მაგრამ არა უშავს მე მჯერა ერთი ღვთისმშობლის პირდაპირ გეტყვით რა რომის იმპერიას და ბიზანტიას არასოდეს მონარქია იურიდულად არ ყოფილა იყო რესპუბლიკა იმიტომ რომ იმპერატორი იყო არჩევითი და მეტიც ქართველი მეფეები არასოდეს ორგზის მინოცხელს სისულელია იმიტომ რომ ეს ორგზის მინოცხელა პირველი შემოიღო ჯერ კარლოს დიდმა და მერე იქაც გაუქმდა და მერე რუსეთის იმპერატორები ორჯერ მირონი არ იწყება არც ერთ ქართველ მეფეს ორგზის მირონი არ უცხია ქართველი რატო ამბობ ამას რა საქართველო ის კი არა ვიღაცა მიმოზე ის კი არ გააერთიანებს ჩვენი სიყვარული გააერთიანებს და მეორე რამ ღვთისმშობლის სილხვედრობა ის რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სილხვედრი მიწა რომელიც
აი ეპარქიულად ეკლესიურად იგულისხმოთ ღვთისმშობლის სიხოტრობაში უეჭველი იქნება ერთიანი და დამოუკიდებელი. ეს არის გარდაუვალი, იმიტომ რომ ეს უფლის წინასწარ განზრახულობა. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო სიმონ დღევანდელი დღისთვის.